თამარ მეფის კუთვნილ ვანის 4 თავის ყდას რესტავრაცია ჩაუტარდა. რესტავრირებული წიგნის პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა. ვანის 4 თავი თამარ მეფისათვის მისივე დაკვეთით შეიქმნა. პროექტი მეგობართა საზოგადოების წევრის ზვიად კორძაძის დახმარებით გახორციელდა. რესტავრატორების განცხადებით თამარ მეფის პირად სახარებას დაზიანების საფრთხე უკვე აღარ ემუქრება. ილია აბულაძეს საგამოფენო დარბაზში სახარების ხილვის საშუალება დამთვალიერებელს დღის ბოლომდე შეეძლება. განსაკუთრებული ხელნაწერი გახლავთ ვანის სახარება, რომელიც მნიშვნელოვანია ორი თვალსაზრისით. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში ქართული ხელნაწერი წიგნის მხატვრობისა და მეორე ეს გახლავთ თამარ მეფის პირადი საკუთრება, მისი ხელნაწერი. მოხარული ვართ, რომ მოგეცა საშუალება მცირეოდენი წვლილი შეგვეტანა იმაში, რომ ვანის სახარება დაბრუნებოდა ისეთ მდგომარეობას მისი ყბის გამოცვლით, რომელიც საშუალებას მისცემს მას, რომ კიდევ დიდი ხანს იარსებოს. თითქმის შესაკრავები შეცვალეთ ვერცხლის შესაკრავებით, რომელიც მოთავს და ფენებს შორის და აღარ იწვევს დეფორმაციას და ხელნაწერის დაზიანებას.